მე ვარ ნიკოლოზ მიქელაძე და დღეს გავხდით 15 წლის. ვსწავლობ 29 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და ცურვა. უკვე 2 წელია ვთამაშობ US ჯორჯიაში. ჩემი მწვრთნელია ბექა მასწავლებელი. ბექა მასწავლებელი გვამხნევებს გვიდგას გვერდში, რასაც ვერ გავაკეთებთ არასწორად, იმას ბევრჯერ კარგად აგვიხსნის, რომ უფრო ლამაზად გავაკეთოთ. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. დროებით ვარ ამჯერად დაცვაში, რომ გუნდს სჭირდება და ვეხმარებ. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ძლიერი დარტყმები. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა არის დაცვის დახმარება. 8 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ლიონელ მესი და ჩემი საყვარელი გუნდი არის ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. ჯერ თამაშს დავიწყებ დინამო ბათუმში, მერე გადავალ თბილისში, მერე გადავალ ვალენსიაში და მერე ბარსელონაში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 45 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მაშველი. ცურვა კარგად მეხერხება და ეს პროფესია მიზიდავს. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს კარგი კლასელები, კარგი მასწავლებლები და ძალიან კარგად გვასწავლიან. ჩემი საყვარელი საგანი არის სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი ლიანა მიქელაძე. იმიტომ რომ თბილია, მეგობრულია და კარგად გვიხსნის გაკვეთილებს. ახლა მინდა რომ ვიყო 17 წლის, იმიტომ რომ გამომიზახონ საქართველოს ნაკრებში. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, ბებია, ბაბუა და ჩემი და. ჩემი და არის 13 წლის და ქვია ნუკი. ის არის ძალიან ბრანჭია, ლამაზი და მხიარული. ჩემი ეზის ნუკი რომ გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. დედიკო არის ლამაზი, კარგი დიასახლისი, მზრუნველი, თბილი, მეგობრული. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელი არის პიცა. ჩემი ცოლი ყველას გემრიელად გააკეთებს სუპს. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ ნიკას, დათას და ლუკას. გოგო შვილებს სახელები დაარქვას ჩემმა ცოლმა. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის ჰარი პოტერი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლებდი მამას და ადამიანებს გავხდიდი უკდავებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.